დაპირდა ღვიძლი. ორი ღვიძლი. ჩემი სამუშაო სივრცე, სამუშაო დღეებში ძალიან დიდ დროს ვატარებ ამ სივრცეში. რავი, დღესაც ახლა ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეს ვავარჯიშებ, ძალიან ნამდვილი ბიჭია. შრომობს და რავი, ჩემ გამოცდილებასაც უზიარებ მაქსიმალურად ჩემ მოსწავლეებსაც. აი ამას. შენ აჯა მოუკეც. არა უშავს, რა 2-3 მეოთხე და აქედან. მერე კორბუში 4. და მერე საიდან? აქედან და აქ მოგიტინებით თუ აქ? მაქან, ნეკნებში. დავარდება მერე ახროდინებული ზე. ანუ მე ვიმზადები ხო ქუთაისში ძირითადად, სულ ქუთაისში ვარჯიშობ. მუშაობ თან ამ დარბაზში გალილეოში. ძალიან ოჯახური გარემო გვაქვს ისეთი, რა კი წონის კლებები მიწევს, დიდი სტრესი არის, მაგრამ ეს გარემო ხელს მიწყობს და მიადვილებს ამ ყველაფერს, რომ ძალიან ისე არ ვიყო და არ დავიცრუნოთ, ხო? რავი, ვიმზადებით აქ ვარჯიშობთ, ბიჭებიც მეხმარებიან, აქ ადგილობრივი მოვარჯიშეებით, მოვარჯიშებს ჩემი ბავშვობის ტრენერი, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი კიდე ომარი ჩიხლაძე, სხვა დარბაზში მუშაობს, მაგრამ მივდივართ ერთმანეთთან. ქალაქს შევპირდი კამრის ჩამოტანას და ჩამოვიტანე, ეხლა შეპირებული ვარ, რომ გრან-პრი უნდა მოვიგო და ეს გრან-პრი ნულით უნდა დავასრულო და აუცილებლად ესე იქნება. მე ყოველდღიურად და ყოველ წუთს და წამს ძალიან დიდ ენერგიას და შრომავს ვდებ ამაში. ბევრი ოფლი, ბევრი სისხლი იღვრება ვარჯიშებზე, მაგრამ დასთავარია რაც არის ჩვენი მიზანი, მიზნამდე მივდივართ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მივდივართ დასთავარად. ეს არის ჩვენი ბალახმის კიბეები. რავი, ყველა ქუთაისელმა იცის, ვისაც კი ქუთაისთან ქონია შეხება. ვინც არ არის ქუთაისელი, ალბათ ჩვენი სერგოს ვიდეოდან ეცოდინებათ. ბალახვანში კიბეები როა, ხო? რავი, გამოდივარ ხოლმე ესე თბილამინდებში. დიდი გრძელი სამუშაო დატვირთული სამუშაო დღის შუალედში რომ ნახავ ხოლმე დროს. გამოდივარ, ხავს ნახულობ, ვესაუბრები. ისეთი ქალაქია, რომ ყველას იცნობს მაინც და ძალიან შინაურულად და ძალიან მეგობრულად არის ყველა ერთმანეთის მიმართ გაწყობილი. რავი, იმდენად ვარ ამ ქალაქს მიჩვეული, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ალბათ აქ ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება რა. სხვაგან ვერ ვიცხოვრებ ვერც. მოკლედ, კრივის დარბაზ ჯიქიში ვემზადებით. ივანე კუზნეცოვთან. Этот бокс школа Джики с Ваней Кузнецовым. Подготовка хорошо идет. ზადება კარგად მიდის. ერთი თვე ინტენსიური ვარჯიშები მქონდა. კვირაში 5 ჯერ შეშლილებივით ვარჯიშობდით. კარგად მიდის ვარჯიშები. 100% მზად ვარ 21 რიცხვში ბრძოლისთვის. И тренировка хорошо прошел, на 100% готов сейчас на бой на 21. ახლა კი ბოლო კვირაა და შედარებით ლაითად ვარჯიშობ, რომ დავისვენო ჭუბის წინ. Лайтовская такая тренировка. На отдых подойдем, чтобы уже были готовы на бои. Показывает. სასწორზეც უკვე 74-73 კილოგრამს ვაჩვენებ. Много не надо. კლება არ მიწევს, ჩათვალე წონაში ვარ. თუ რამე 65 კილოგრამშიც შემიძლია ჩავიდე და ჩავატარო ბრძოლა. ასე რომ 73 კილოგრამისთვის 100% მზად ვარ. На 73. ვერანაირ დამაბრკოლებელ ფაქტორს ვერ ვხედავ. როგორც ამბობენ, კარგი მეტოქე მყავს, გამოცდილი, თუმცა ვნახოთ, რინგზე გამოჩნდება ყველაფერი. Посмотрим. Ринг покажет. იმედია, მე და ნიკას კარგი ბრძოლა გვექნება, რადგან ის კარგი სპორტსმენია, კარგი კიკბოქსიორი, გამოცდილი და ტექნიკური. Техничный. ფიქრობ მაგარ ბრძოლას დავუდგე. Хороший бой. იმედია, ლიდერბეთის საღამოს ბონუსაც ავიგებ. Бонус вечера лидербета. Так что ასე რომ, უსემატკივრება, მობძანეთ. болельщики, кто хотят приходить. ეს საღამოს ბრძოლა იქნება. Бой вечера, думаю. Конечно, როგორი მებრძოლიცაა ნიკა, ისეთი ბრძოლა გვექნება. Так и будет бой. აი მოვიდა საღამოც ჩვენი ვარჯიშის დრო. მეორე ვარჯიშის დრო.
დილით ერთი ვარჯიში ჩატარებული გვაქვს. ეხლა გვაქვს გეგმაში ვიმუშავებთ ლაპებზე. ტექნიკაზე და აჩქარებაზე ძირითადად. წონისყლება მიმდინარეობს ძალიან კარგად, რო არ ველოდი ისე კარგად მიმდინარეობს. წინა ბრძოლაზე რა პრობლემაც შეგვექმნა, ის აღარ განმეორდება, ცოტა კარგი ჭამა მიყვარს და გადადებული გვაქვს ახლა ჭამა გვერდზე. აუ მივარ დაგული. მოიღობ. შრომაში ძმა? აი ხარი. ჩემი შვილები, ჩემი ბიჭები, ჩემი მეუღლე ხშირად ვსწავლობენ დარბაზში. ეს დამატებითი мотивация არის და გვაუსწრებს თავისთავად ენერგიებით. და ვშრომობთ ყოველდღიურ რეჟიმში, ვწვალობთ და დაგვიფასდება რა, აუცილებლად. არა, მხოლოდ ტანკივით ბიჭთან სპარინგო, ფაგერ. ჩემი მომრევი ვინ არის ახლა? ფინალისკენ კი მოისაზრებ ერთი ტანკივით ბიჭი ჩემთან და ვეჩვევი აქედან. დავიწყე. ახლა მორჩი ვარჯის ჩემი ბიჭებიც აქ არიან. ესენი თუ არ ვარჯიშია ხარ რა ვისახშერ დამაძინებენ ამას. ეს არის ანდრია. 20-ში აქვს დაბადების დღე. პირველი დაბადების დღე იქნება, რომ ვერ ვიქეიფებ ახლა მის დაბადებას. წონით ჩაბარება მიწის ვახი. მარჯვენა. მარჯვენა. 1-2. გადახრა და მარჯვენა. 1-2. გადახრა მარჯვენა. 1-2. მე ყოველთვის გულშემატკივრობ მამაჩემს და ყოველთვის უყურებ მის შხუბებს. მე მინდა რომ გამოვიდე მამასნაირი და ამიტომაც მე მამისთვის ბევრს მოვინდომებ და ვიშრომებ. და მამაჩემი იწევს კორტავას. ზოგადად ჩემი დამოკიდებულება სპორტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ 17 წლის იყო როცა გავიცანი და მაშინ უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო და ჩვენ დაოჯახებამ გამოიწვია მისი სპორტთან კავშირის გაწყვეტა. დაახლოებით 10 წელი ქონდა წყვეტა და თან გამიხარდა რომ თავისი პროფესიის გაგრძელება მოინდომა. მაგრამ თან ძალიან სანერვიულო იყო, ყოველივე ეს რომ ტრამვები რაღაცა არც ერთი ჭხუბი არ არის ნერვიულობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ჭხუბს მოიგებს, ყველა ჭხუბს მოიგებს, ემოციების გარეშე წარმოუდგენელი არის. ყოველთვის ვცდილობ რომ მის გვერდით ვიყო ყველა ჭხუბზე, რომელიც საქართველოში ტარდება რა თქმა უნდა. და ის გამოცდილებაც მაქვს რომ როდესაც დისტანციაზე ვუყურებ მაგალითად ან ტელევიზორში მიწევს ყურება, გაცილებით ემოციურია ჩემთვის, ვიდრე პირდაპირ ვუყურებდე რინგზე რო არის. არ ვიცი, მონაცემები აქვთ ორივეს, თუმცა თვითონ რაც ენდობათ, ხელს არ შეუშლი ნამდვილად. დანარჩენად, არ ვიცი. მე რაც შემეძლება როგორც მეუღლეს უდგავარ გვერდით, ისე დაუდგები რა თქმა უნდა ბავშვებსაც გვერდით. 14 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წავედი და რუსეთში ვცხოვრობდი 20 წელი. საბრძოლო ფილმებს ვუყურებდი და ვანდამის გამო დავიწყე ჭხუბი. მაგის შემდეგ ბიძა დამეყობა და ჩამოსასვლელი გავხდი საქართველოში. მე არც კი ვიცოდი ისე ჩამწერა ჩემმა დამ გამაში და დღეს გამას მებრძოლი ვარ. ყველა მეუბნება რომ ჭხუბი არ შემიძლია, ბებერი ვარ, მაგრამ მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. ბოლომდე გავიტან და 27 წლის ასაკში მოვიგებ ქამარს. თავს ისევ ახალგაზრდად ვხდებ. შეიძლება ისე წავიდეს საქმე საზღვარგარეთ წავიდე, ნახოთ. რა თქმა უნდა რთულია. ოჯახი იქა, რუსეთში. მე აქ ვარ. უკვე რამდენიმე თვეა რაც არ მინახავს ისინი. 14 წლის შვილი მყავს, გოგო, რუსეთში. ყველაფერი რასაც ვაკეთებ, მათთვისაც, რომ უკეთ იცხოვრონ ვიდრე მე. მე რაც არ მქონდა, მათ რომ მქონდეთ.
Сейчас я живу здесь в ახლა ვცხოვრობ სამების ეკლესიაში დასთან ერთად. с сестрой вместе. ყოველ დილას ვდგები, ლოცულობ ოჯახისთვის, უფრო მათთვის, ვიდრე ჩემთვის. Больше за родных молюсь, конечно, не за себя. რელიგიური ადამიანები რომ იძახიან, რომ ჯგუფი არ შეიძლება. არ ვარ ბოროტი ადამიანი, კეთილი ვარ. ამიტომ ყოველთვის გამოვდივარ და ვესალმები მოწმინდა აღდგენას. Всегда приветствую противника и არასდროს ბრაზდები, თუ ხვდება, ან დარტყმას მახვედრებენ. არ ვარ ბოროტი ადამიანი. Самое главное молитва. თავარია ლოცულობდე ღმერთისთვის. Потому что она всегда рядом. და ყოველთვის მხარს დაგიჭერს. ეგ ძალიან კარგია, როცა შენი სული წყნარა და Это очень хорошо. Когда молишься. მაგიტომ ცხოვრობ ახლა ეკლესიაში. Живем в храме и там ყოველთვის სულს წმენ სიბრაზისგან, ყველაფრისგან. От злости, от всего. არ ვიცი. Знаю. ეცადეთ ყოველთვის გჯეროდეთ ღმერთის და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ღმერთის გჯერა, არაფრის გეშინია. Бога верите? Ничего не страшно. არ გამოტოვო წლის დამაგვირგვინებელი ივენთი Gamma All In 21 დეკემბერს 6 საათზე შატილის 4 ნომერში.